შეჯვარება ჩვენი 4 ხა მეგობრის და თუ არ შევაჯვარეთ თუ შეიძლება ამან რამე პრობლემა გამოიწვიოს ჯანმრთელობის. ხო, ესეც მითია რა თქმა უნდა, რომ ბევრი პატრონი ფიქრობს, რომ ყავს ძაღლში ხვად იქნება ეს თუ აუცილებელი არის მისი გამრავლება. ამით არიან სპეციალური კლუბები, დაკავებული ძაღლსაშენები, ვინც უნდა ესეთი ყველანაირი დაცვით, ხო, შემოწმებული ძაღლები, რომ ყავთ გენეტიკურად ყველანაირად. მათი საქმე არის ეს, სახლში რომ ყავს ძაღლი, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ გამრავლდეს, ამისთვის არის სპეციალურად სტერილიზაცია, კასტრაცია, რომ შემდგომში უკვე ჰორმონალური პრობლემები რომ არ დაეწყოთ და გავსი პრობლემა. აი მაგალითად, ჩემ შემთხვევას გეტყვით, ჩემი მალტეზე 5 წლის არის და არ აქვს სტერილიზაცია გაკეთებული, არც კასტრაცია, ჩვეულებრივად გახლავთ და ერთხელ შევაჯვარეთ მხოლოდ. ამან შეიძლება რამე და არ არის აუცილებელი, რომ რეგულარულად შემდგომ უკვე მოხდეს ეს შეჯვარება. ანუ რამე დაავადებას არ შეჯვარება. არა. გამოიწვევს? არა. დაუშვათ არ არის სტერილიზებული, არ არის კასტრირებული და არც ვაჯვარებთ. შეიძლება რომ ამან რამე გამოიწვიოს, აი თუნდაც ჰორმონალური დარღვევა ან რამე დაავადება. ესეც ძალიან ინდივიდუალურია, ანუ არიან ხვადები ძალიან აქტიურად ამ მხრივ და აი ესეთ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენება არის რომ მოხდეს კასტრაცია. კასტრაცია. და თქვენ ემხრობით ამ კასტრაციას, სტერილიზაციას, ანუ სწორია ეს გადაწყვეტილება, როგორც კი აიყვანენ ლექსთან კატას და ეგრევე რო უკეთებენ. ნახეთ, ესეც ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს და ვეტერინარმა უნდა გადაწყვიტოს ეს ესე მასიურად არ არის რომ ყველა არის რაღაც გარკვეული პრობლემები კრიპტორხიზმი მაგალითად გენეტიკური დაავადებების მქონე ძაღლები თუ კატები რომლებიც შეჯვარებაც და გამრავლება არ არის რეკომენდირებული და პირდაპირ ჩვენება არის რომ უნდა გაკეთდეს კასტრაცია თუ სტერილიზაცია ეს ყველაფერი ინდივიდუალურად ყველა ჯიში ყველა ცხოველში უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად პატრონის და ვეტერინარის შეთანხმებით